მოგესალმებით თბილისი მედიკისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ერთობლივი პროექტით მედიცინის კვალდაკვალ. ტრადიციულად წამყვანები ვიქნებით ექიმები, მე თამარ შერვაშიძე, მიშელ სამხარაძე და გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმარი, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნევროლოგი დავით მრელაშვილი, რომელსაც აქვს 20 წლიანი გამოცდილება. გამარჯობა. მოგესალმებით, დიდი მადლობა პოდკასტზე მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. თავიდან გვინდა რომ დავიწყოთ საუბარი ყველაზე მეტად განვითარებაზე ექიმიის, იმიტომ რომ ჩვენთან ძირითადად საქართველოსთან გვაქვს ხოლმე პარალელები. რეზიდენტურის შემდეგ როგორ შეიძლება ექიმის კარიერა განვითარდეს, რა არის საჭირო, როგორი საფეხურები არის გასავლელი, თქვენივე გამოცდილებიდან თქვა რას ურჩევდით ქართველ ექიმებს. კი ბატონო. მოგეხსენებათ რომ როგორც ნებისმიერ პროფესიაში და განსაკუთრებით სამედიცინო სპეციალობებში, ექიმობაში, უწყვეტი განათლება კარიერის ბოლომდე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით დღევანდელობაში ინფორმაცია ძალიან სწრაფად იცვლება, ვითარდება, ივრცობა და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია რომ ექიმს ნებისმიერ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში შეერთებულ შტატების მაგალითზე ვლაპარაკობთ, კონდეს ეს ძალიან კონკრეტულად სტრუქტურირებული უწყვეტი განათლების სისტემა. ამის ალბათ ყველაზე ესეთი პირველი მნიშვნელოვანი ეტაპია სამედიცინო სკოლის ან სამედიცინო უნივერსიტეტის შემდეგ რეზიდენტურა, რომელიც საშუალოდ გრძელდება 3-დან 7 წლამდე გააჩნია კონკრეტულ სპეციალობას და ამის მერე ექიმს ენიჭება ასე ვთქვათ უფლება, რომ დაიწყოს დამოუკიდებელი პრაქტიკა. რეზიდენტურა შეერთებულ შტატებში ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე განსხვავება უკეთესად ვიცი საქართველოსთან შედარებით არის შედარებით უფრო დამოუკიდებელი, როდესაც რეზიდენტი ექიმი ასე ვთქვათ დამოუკიდებლად ნახულობს პაციენტებს, თუმცა ვიზიტის ბოლოს აუცილებელია რომ მის ასე ვთქვათ ზემდგომა უფროსმა ექიმმა ეს ყველაფერი დაადასტუროს და საბოლოო პასუხისმგებლობაც რა თქმა უნდა იყოს ისევ ასე ვთქვათ უკვე ლიცენზირებულ ექიმზე. რეზიდენტურის შემდგომი საფეხური არის ორი ვარიანტია. ან უკვე შეუძლია ექიმს უკვე ჩამოყალიბებულ ლიცენზირებულ ექიმს, რომელიც სერტიფიცირებულია ბორდის მიერ, აქ კიდევ მინდა გავაკეთო განსხვავება, ერთი არის საექიმო ლიცენზია, რომელიც აუცილებელია რომ დაიწყოს ექიმა პრაქტიკა და მეორე არის კონკრეტული სპეციალობის, მაგალითად თერაპიის, შინაგანის ნეულებების, ქირურგიის ბორდი, რომელიც კიდევ ერთი დამატებითი ორგანოა, ასე ვთქვათ, დამატებითი კვალიფიკაცია, რის შემდეგაც ამ მოცემულ ექიმს შეუძლია კონკრეტულ სპეციალობაში დაიწყოს მუშაობა. სამედიცინო ლიცენზია უფრო ზოგადია და ეს კონკრეტული ბორდის მიერ გაცემული ლიცენზია უფრო კონკრეტულ სპეციალობებში. და აი ამ რეზიდენტურის გავლის შემდეგ უკვე შეუძლია ექიმს აიღოს ორივე ლიცენზიაც და ბორდის მიერ სერტიფიცირებაც და დაიწყოს პრაქტიკა კონკრეტულ სპეციალობაში. გარდა ამისა არის კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, არჩევითი, ეგრეთ წოდებული optional დამატებითი საფეხური, რომელსაც ქვია fellowship-ი ქვია შეერთებულ შტატებში და არ ვიცი ეს საქართველოში რამდენად არის ამის შესატყვისი, არის ვიწრო სპეციალიზაცია, ანუ რეზიდენტურაში შეიძლება დავარქვათ სპეციალიზაცია, fellowship არის ვიწრო სპეციალიზაცია. მაგალითად, არის რეზიდენტურა ქირურგიაში და fellowship-ი შეიძლება იყოს ნეიროქირურგიაში, ან კიდევ უფრო პლასტიკურ ქირურგიაში და უფრო კონკრეტული, ან თვითონ ნეიროქირურგიის და უფრო ვასკულარულ ქირურგიაში და ასე შემდეგ. განსხვავებაში. და ასე ვთქვათ, რეზიდენტურის მე რომელიც სავალდებულო არის, ეს ორი გზა შეიძლება ერჩიოს ექიმმა. ერთი რომ გახდეს უკვე დამოუკიდებელი პრაქტიკოსი ექიმი, მეორე კიდევ გაიაროს fellowship-ი, უფრო გახდეს ვიწრო სპეციალისტი და იმაში გააგრძელოს ასე ვთქვათ პრაქტიკა. ამის მერე უკვე შემდეგი საფეხური უკვე არის სტაბილური კარიერა, სადაც ეს ექიმი აგრძელებს თავის ჩვეულებრივ პრაქტიკას, თუმცა მანამდე სანამ ექიმი აგრძელებს პრაქტიკოს ან კლინიკურ საქმიანობას, ხო, აუცილებელია რომ მან ყოველ წელს გაიაროს ეგრეთ წოდებული უწყვეტი განათლების კურსები, ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, კი, სავალდებულოა რომ შეინარჩუნოს ბორდის სერტიფიკაცია. ბორდის სერტიფიკაცია ხდება ყოველ რამდენიმე წელიწადში ერთხელ და რამდენიმე წელიწადში ერთხელ უნდა ვთქვათ გამოცდა უნდა დაწეროს რაღაც, ხო? მაგისთვის და ამ გამოცდაზე დასაშვები ერთ-ერთი კრიტერიუმი არის, რომ უნდა გავლილი ქონდეს ის უწყვეტი განათლების კურსები ყოველ წელს რაღაც 30-40 საათი. და ეს კონტროლდება. კი, ეს კონტროლდება აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს გამოცდაც ყოველ წელს მიმდინარეობს. ყოველ წელს არა, რამოდენიმე წელიწადში ერთხელ გააჩნია სპეციალობა, შეიძლება იყოს 3 წელიწადში, 5 წელიწადში, ზოგიერთი 10 წელიწადში საერთოდ გააჩნია სპეციალობას.
მაგრამ პერიოდული აუცილებელია რომ ეს ექიმი არ იყოს ისე რომ ერთხელ დავამთავრე რეზიდენტურა და всё მეტი არაფერი ესე არ ხდება. და აი რაც თქვენ აღნიშნეთ, ერთია რომ ქაღალდზე რა წერია და მეორეა რეალურად როგორ ხდება ძალიან კონტროლება ძალიან მკაცრად. ისე რომ ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტირებული და ლიცენზია გაუჩერდეს ექიმს თუ არ გაივლის. არა მარტო გაუჩერდეს, ყველა ლიცენზია აქვს მასში შეერთებულ აქვს ვადა. არის ხომ ზოგი 3 წლიანი, 2 წლიანი, 5 წლიანი და განახლება რო დაგჭირდება თუ ეს გაკეთებული არ გაქვს ეს კურსები და უფრო ერთ-ერთი მოთხოვნილება ვერ გაანახლება ამ ყველაფერს, ასე რომ ეხლა თუ ვერ გაანახლა, მერე რა ხდება? იმავე დღეს უწყდება უფლება რომ იყოს პრაქტიკოსი ექიმი. ვეღარ იმუშავებს. და რო თქვა მოინდობა დაბრუნდება. მაგ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს? ხო, ეგურად სანამ უკვე რაღაც ეთქვა ლოგისტიკური დეტალებია, მაგრამ სანამ ვადა გავა ლიცენზიას შედარებით ადვილია რაღაც კონკრეტული გამოსადაწერო, მანამდე ყველა ის მოთხოვნილებები რაც არის შეასრულო იგივე საათები უწყვეტი განათლების და თუ ვადა გავა, მას მე აღდგენას ცოტა მეტი ჭირდება, ასე ვთქვათ, მეტი ბუღალტერია. გასაგებია. ხო, თულია უფრო რომ ჯობია რომ არ გავიდეს ვადა და მაშინ მალევე განახო. კი, ძალიან საინტერესოა ხა საქართველოს მაგალითი რომ მოვყვეთ, საქართველოში ესევე ახალი შემოტანილი არის უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამა, სადაც რეზიდენტურის დამთავრების შემდგომ ექიმს აქვს ვალდებულება გაიაროს რაღაც კონკრეტული მიმართულებით, ან დაესწროს კონფერენციას, ან გაიაროს რაღაც კონკრეტული ტრეინინგი, დაესწროს გარკვეული სხვადასხვა მიმართულებით, ან საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთაც კონფერენციაზე იყოს წარმოდგენილი, ან თვითონ იყოს წარმომადგენელი, ან თვითონ იყოს მსმენელი. არ აქვს დიდად მნიშვნელობა, რითიც აგროვებს ამ ეგრეთ წოდებულ UPG ქულებს, ანუ უწყვეტი პროფესიული განვითარების ქულებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეგ არ კონტროლდება. ფურცელზე გვაქვს ვალდებულება, თუმცა კლინიკების ინდივიდუალურ სურვილზე არის. ზოგი კლინიკა ითხოვს, რომ თავის დასაქმებულ ექიმს ჰქონდეს ეგ UPG ქულების გარკვეული რაოდენობა, რაც ვარირებს. ზოგი კლინიკა საერთოდ არ აქცევს მაგას ყურადღებას და თუ არ გაიარა ექიმი, ამით არაფერი არ იცვლება. ჯერჯერობით პრეცედენტი, რომ ექიმს შეუჩერდა ლიცენზია, ან კლინიკამ გაათავისუფლა, არ ყოფილა. შეიძლება იმიტომ, რომ ახალი არის ზოგადად ეგ პროექტი, არ ვიცი, თუმცა ჯერჯერობით ეგეთი პრეცედენტი არ გვაქვს. და კონტროლიც არ ხდება. კი, როგორც წესი ჩვენთან ხოლმე ფურცლის დაკოპირება გვაქვს. ნორმატიული აქტივიტეტი და არანაირი ეს არ არის. მაგრამ შეიძლება ახალიც არის და დრო სჭირდება სანამ დაინერგება, სანამ ბევრმა ექიმაც არ იცის, რომ საჭიროება არის UPG ქულების ეგრეთ წოდებული დაგროვება. მაგალითისთვის მოვიყვანე ხა თერაპიაში და შინაგან მედიცინაშიც სავალდებულოა განსაკუთრებით, როცა ამბულატორიულად მუშაობს ექიმი, ამ ექიმს უფრო აკონტროლებენ. მოჯახის ექიმებს მაგალითად სხვა ვიწრო სპეციალობებში კონტროლი ფაქტობრივად არ ქონია, არ მსმენია და რომ დაინტერესდეს ექიმი მაგალითად სად შეიძლება წაიკითხოს UPG ქულების ვალდებულების შესახებ ან რა მოხდება მერე. ეგეთი ინფორმაციაც არ გვაქვს მაინც და მაინც ხელმისაწვდომი და ეგეც ცოტა პრობლემა გამოწვევა არის. განვითარება ცოტა ასე თუ ისე მაინც ავტომატურად ვერ ხდება თუ არ არის ვალდებულება. მაშინ ანუ არ ვითარდება. მეორე მომენტიც ახლა ექიმი ფიქრობს, აი რაღაც დავუშვათ არის შინაგანი მედიცინის სპეციალისტი და კონფერენცია არის საერთოდ არ მომიჯნავე სპეციალობაზე, მაინც ჩაითვლება ის UPG ქულად და ამიტომ ფიქრობენ ხოლმე, რომ დროის პლანგვა ამისთვის, თუ ინტერესი არ არის, უბრალოდ რაღაც ვალდებულების გამო მონიშნოს, მომწიჭკოს და ეგ არის. კიდევ რა მაინდებს გარდა ვალდებულებისა, ხო, აი სხვა რა განვითარების ისენი ეტაპებია, რომელიც აუცილებლად ექიმმა უნდა გაიაროს და კარგი არის თქვა კარიერისთვის, რა თქმა უნდა, შემოსავლისთვის. აი კლინიკაც თუ ეხმარება ამაში. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა. პირველ რიგში ერთი მინდა და კომენტარი დავამატო, რომ სამწუხაროა ეს, რომ ჯერჯერობით არ კონტროლდება, მეც ვიტოვებ, რომ შესაძფერის მარეგულირებელი ორგანოები ისი ვალდებულებაც არის, რომ საკონტროლოს. ადრე თუ გიან გააკონტროლებს, იმიტომ რომ ხა ადამიანის ბუნება ყველა მიჩი, თუ არ არის რაღაც სტრუქტურა ვალდებულება და მისი მერე პასუხის მოთხოვნა, ასე თქვა შესაძფერისი, ვერ იქნება ერთგვარი სტანდარტი. კი, გასაგები შეიძლება რა ვიცი, 10, 20, 50% თუნდაც ექიმების ამ კეთილსინდისიერას შეასრულოს ეს ყველაფერი, მაგრამ მედიცინა და ადამიანის ჯანმრთელობა როცა ეხება ისეთი თემაა, რომ მგონი ამხელა ვარირება ცოტა სახიფათოა და უნდა იყოს რაღაც სტანდარტი, ის რომელშიც ყველა მეტაკლება ჩერდება. რაც შეეხება სხვა არჩევით ასე თქვათ სხვადასხვა ღონისძიებები იქნება თუ აქტივობები, კი რა თქმა უნდა ძალიან ბევრია. აი შეერთებულ შტატების მაგალითად კონკრეტულად თითქმის ყველა სპეციალობას აქვს თავისი ასოციაცია, დავუშვათ ოჯახის ექიმი ახსენოთ, ოჯახის ექიმების ასოციაცია, გულსისახვთა დაავადებების ასოციაცია, ესე ქვია AHA, American Heart Association და ასევე თითქმის ყველა სპეციალობაში. მათ პერიოდულად რა თქმა უნდა აქვთ კონფერენციები, შეკრებები, სადაც განიხილება უახლესი მიღწევები, მკურნალობის დიაგნოსტიკის და ასე შემდეგ და ძალიან ბევრი ექიმი ყოველთვის გადავსებულია ხოლმე ეს კონფერენციები როგორც წესი.
ექიმებით, რომელიც ასე არავინ არ ავალდებულებს, მაგრამ ჩადიან თვითონ ეცნობიან უახლეს ინფორმაციას ამ კუთხით. გარდა მაგისა, ალბათ აღსანიშნავი კი ძალიან, ესე იგი, სამეცნიერო და კლინიკური დარგების ერთად ინტეგრაცია საუნივერსიტეტო კლინიკებში, რაც რომ ხა მე ვერ დავდებ თავს რომ კარგად ვიცი საქართველოში რამდენად ხდება, მაგრამ ასევე ის მაინც ვიცი რომ ყოველდღიური მიღებული პრაქტიკა არ არის და როგორც წესი უნივერსიტეტი და კლინიკა ერთ იმაში არ არის ხო, ანუ სამეცნიერო კვლევები და კლინიკა ესე არ მოიაზრება ყოველ შემთხვევაში მასობრივად. და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც კლინიკური კვლევები მიმდინარეობს იგივე უნივერსიტეტის გვერდზე, სადაც ეს სტუდენტები იზრდებიან, ვითარდებიან, ხო, დასაწყისშივე სწავლობენ ეს სტუდენტები სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობას, აზრს, თუ როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი და შემდეგ რომ ყალიბდებიან დამოუკიდებელ ექიმად, მათ აზროვნებაში უკვე ეს არსებობს და შეუძლიათ თვითონვე დამოუკიდებლად აწარმოონ ეს კვლევები. და არ არის აუცილებელი ქონდეთ დაუშვათ PhD ეგრეთ წოდებული და ასე სხვადასხვა ისინი ხარისხები. აი საქართველოს მაგალითზე შეიძლება იმის თქვა, რომ უფრო მეტად უნივერსიტეტი არის ინიციატორი კვლევების და უნივერსიტეტის ბაზებზე ხდება ხოლმე კვლევა, რომელიც არ არის მაინც და მაინც კლინიკური. ხდება ხოლმე საბაზისო კვლევები, აი ილია უნის აქვს ხოლმე ძალიან მრავალფეროვანი საბაზისო კვლევები, კლინიკური კვლევებიც, თუმცა ილიონის ბაზაზე ხდება და არა მაინცსა და მაინც კლინიკის ბაზაზე. აი კლინიკაში ცოტა უფრო ნაკლებად, ქართულ კლინიკებში ცოტა უფრო ნაკლებად ხდება ხოლმე დატვირთვა ექიმის კვლევებით. არა მარტო ექიმის, ნუ რეზიდენტისაც რა თქმა უნდა და სტუდენტები ხო ფაქტობრივად საერთოდ არ არიან ჩართული ამ საქმიანობაში. შეიძლება სტრუქტურა არის განსხვავებული, ან დრო არჩება ექიმსმა, დრო იმუშაოს დამატებითად. ბევრი ფაქტორია ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეთი აქტიური მოხალწეობა არ ხდება ხოლმე სამწუხაროდ. მე ვიტყოდი ახლა ფიქრობდი საქართველოში ბოლო რამდენიმე წელია უფრო ხშირად ვარ და ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, მულტიფაქტორულია ეს ყველაფერი. ერთ-ერთი ფაქტორი ვფიქრობ არის ასევე პაციენტის ცნობადობის ამაღლების საჭიროება, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მეც რო მიხსენებია კვლევა ან რაღაც ექსპერიმენტული, ეგრეთ წოდებული ექსპერიმენტული, ამ სიტყვაზე უკვე პაციენტი ცოტა იძაბება, რომ ფიქრობენ რომ ის რაღაც სათუა რაღაც შეიძლება ავნოს და ასე შემდეგ. თუმცა მე კვლევას და მას სამეცნიერო მოღვაწეობას ასე ვთქვათ, უბრალოდ როგორც პირიქით ყველაზე ახალი თანამედროვე პოტენციურად დაავადებას, რომელიც არ იკურება, მისი პოტენციური განკურნების შანსი, ხო, ასეთი. უფრო უკეთესი წარმოება. როგორც წესი და როგორც წესი ის ექიმი თუ ნებისმიერი სახის ანუ პროფესორი იქნება თუ რომ კონკრეტულ თემაში დარგში, ვინც აწარმოებს ამ კვლევებს, როგორც წესი მეტად კვალიფიცირებულია ხოლმე კლინიკური მხრიდანაც. ასე რომ რა ვიცი, ეს ცნობადობის შეცვლაც, ამაღლება თუ რა ქვია ცნობიერების, ხო, აი ძალიან დაეხმარებოდა ქართულ პოპულაციას იგივე პაციენტებს თვითონვე მოითხოვან, რომ აიცი რა მე ამ უნივერსიტეტში მინდა ამ კლინიკაში, იმიტომ რომ იქ აკეთებენ კვლევებს. კი ხშირად აი გაგგონია ფრაზა საათწლელი ვირთხა ხომარობა. აი არ ვიცი მაგის ხომ, მაგრამ უბრალოდ ეგ ხო. სამწუხაროდ ეგ ფრაზა ხშირია. ხო, და ეგ იგივე სხვათა შორის იგივე მინდა გამოყო რეზიდენტებზეც, აი როდესაც მე ყველას ინდივიდუალური არჩევანია, მაგრამ როდესაც პაციენტი მოდის და ნახავს, რომ იქ რაღაც 3 სტუდენტია, 2 რეზიდენტი და რაღაცა, რატომღაც ფიქრობენ, რომ მათთვის ეს უფრო უარყოფითია საერთო ჯამში, ვიდრე რომ მარტო ერთი ექიმი იყოს. ასევე ცალსახად გამოყო, რომ ის ექიმი, რომელსაც იმდენად ენდობა სისტემა, რომ მან მომავალი თაობა აღზარდოს, სტუდენტები და რეზიდენტები, ფიქრობ, რომ თითქმის ავტომატურად მეტად უფრო კვალიფიციურია, მეტად სანდოა, ვიდრე ის, რომელიც დაუშვათ მას არ აქვს ეს საშუალება. რა თქმა უნდა, ორივეგან არის ისეთიც, ასეთიც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში ასეა, აკადემიურ ცენტრებში არიან ხოლმე უფრო მაღალ კვალიფიციური ექიმები. რეალურად საერთოდ ანუ რეზიდენტების აქტიურად გამოყენება უფრო მეტად ზრდის ხარისხს სამედიცინო მომსახურების, იმიტომ რომ უბრალოდ ექიმი მაინც არ არის გადატვირთული ძალიან მარტივი რაღაცა, რომელზეც ან დრო არ უნდა დახარჯოს რა. აბსოლუტურად გეთანხმები და მათ შორის ერთ-ერთი ჩემი მიდგომა პრინციპიც, როგორ გავზარდოთ ხარისხის სამედიცინო მომსახურების ფასის მინიმალური ზრდის არის ის, რომ რეზიდენტმა აკეთოს თავის კონკრეტული საქმე, რომელიც არ იქნება ამ უფროსი ექიმის გასაკეთებელი. აქედან გამომდინარე, უფროსი ექიმის ნაკლები დრო დაჭირდება ამ ყოველგვარ ქაღალდობანას თუ როგორ თქვა, არ ვიცი, და შეუძლია უფრო, ასე თქვა, მეტი დრო დახარჯოს ამ პაციენტის დაავადებაზე ფიქრზე და არა რაღაც ყველაფერი თვითონ აკეთოს და თუ ეს სისტემა სწორად არის აწყობილი, ცალსახად მუშაობს ეს უკეთესად და ეს არის ძალიან კარგი შეერთებული შტატების მაგალითზე. ყველა წამყვალ საუკეთესო კლინიკები, რაც არის შეერთებულ შტატებში, მათ შორის სოფლიოში, არის
100% აკადემიურია. დავიწყოთ მეიოს კლინიკა, ჰარვარდის კლინიკა და კალიფორნიაში რამოდენიმე კლინიკა კიდე სტენფორდი ავიღოთ, რა ვიცი, რამდენიც კიდეთ. აბსოლუტურად ყველა აკადემიურია და ყველგან არიან ექიმები, რეზიდენტები, სტუდენტები და ასე შემდეგ. ანუ სისტემა მუშაობს. თან ხა პეპერა ისიც მომენტიც არის რეზიდენტი, რა თქმა უნდა, არ არის ისეთი კვალიფიციური, რა თქმა უნდა, როგორც უკვე ექიმი, მაგრამ არის ძალიან დაინტერესებული. და დეტალებზე ორიენტირებული. კი და დაკვირვებული. პაციენტთან ურთიერთობაც უფრო მეტად ენთუზიაზმით ეხერხება, არ არის გადაღლილი და უფრო მეტად აკვირდება აბსოლუტურად ყველა დეტალს. შეიძლება ცოტა ზედმეტადაც აკვირდება, მაგრამ აკვირდება. ანუ გამორჩენის, რაღაცის გამოტოვების შანსი ალბათ უფრო ნაკლებია, თუმცა რა თქმა უნდა, კვალიფიკაციაზე საუბარი არ არის. მაგიტომაც ხდება სუპერვაიზინგი, ხო, ეგრეთ წოდებული დაკვირვება და მხოლოდ მაგის შემდეგ ხდება პრეზიდენტისგან გადაწყვეტილების მიღება. აი, განათლებაზე რო საუბრობდით, რეზიდენტურის შემდეგ განათლებაზე კლინიკა თუ როგორი კუთხით არის ჩართული ამ ყველაფერში? კიდევ დამატებით რაიმე საშუალებას თუ აძლევს უშუალოდ კლინიკა თავის დასაქმებულ ექიმს თუ უბრალოდ კლინიკიდან პრინციპში რა მოწოდება არის, რომ ეს უწყვეტი სამედიცინო განათლება გაიაროს მხოლოდ და მორჩა? სხვადასხვა ტიპის შეთანხმებებია ხოლმე კლინიკებსა და უნივერსიტეტებს შორის. ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი იგულისხმება სამედიცინო სკოლა. არის ისეთი, რომ ერთი მეორეს ფლობს, ან კლინიკა უნივერსიტეტს, ან ნაწილს, ან კიდე უნივერსიტეტი უფრო ხშირად კლინიკას და ანუ ეს უფრო გამარტივებული თემაა ხო ამ შემთხვევაში. თუმცა არის რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი კლინიკა, დამოუკიდებელი უნივერსიტეტი და აქვს დაკონტრაქტებული, რომ აი მე გიგზავნე წელიწადში ამდენ რეზიდენტს, თქვენთან მუშაობენ უხდი ამდენს, იღებს განათლებას და ასე შემდეგ. და ამას თავისი ორხვი ბენეფიტები აქვს. მე ამას უყურებ ხოლმე როგორც ერთგვარ სინერგისტულ ურთიერთობას. იმიტომ რომ დავუხოთ კლინიკა თუ არის მანამდე არ ყავდა ეს უნივერსიტეტი არ ყავდა არ ქონდა აკადემიური აქტივობა და მაშინ გახდა უკვე დაკონტრაქტა უნივერსიტეტი და ხო კლინიკის სახელის რეპუტაცია მატულობს ცალსახად. როგორც ვახსენეთ მანამდე თუ იქ არიან რეზიდენტები მიდის სამეცნიერო მუშაობა და არის ისინი მეცნიერული კვლევები მიდის ხო? ეს ავტომატურად კლინიკის სტატუსს წევს. ასე რომ მოთხოვნადობას უკვე კლინიკას. კი, როგორც წესი ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობაა ხოლმე ამ კლინიკებსთან შორის. შენიერი. ასევე არ შემიძლია რო არ კითხოთ ტელემედიცინაზე რა საქართველოში დიდად ცნობილი არ არის მაინც ან ძირითადად ანუ ხალხს მაინც არის ეს რას ნიშნავს ტელემედიცინა და ძალიან კარგი იქნებოდა რომ თქვენგან მოესმინათ პირდაპირ რას ნიშნავს რა გამოწვევები არის და რატომ არის კარგი ტელემედიცინა რომ არსებობდეს. კი ბატონო, ტელემედიცინით მე დავინტერესდი დაახლოებით 20 წლის წინ და ბოლო 18-20 წელია აქტიურად ვიყენებ მას ჩემს პრაქტიკაში. ყველაზე მარტივად რომ გავსაზღვრო, ტელემედიცინა არის იგივე მედიცინა პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობა, უბრალოდ გეოგრაფიულად და თუ ფიზიკურად სხვადასხვა ადგილას იმყოფებიან ექიმი და პაციენტი, როგორც წესი არის ვიდეო ზარით, თუმცა შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევაში სატელეფონო ზარით და ან გარკვეული მესიჯი თუ მარტივი მესიჯია და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ახლა ჯერ რადგან უპირატესობები და ბენეფიტები უფრო მეტი აქვს და ნაკლები ის აქვს უფრო რაც დავუხოთ უარყოფის ვერ დავარქმევდი, მაგრამ პაციენტის თვალში ხანდახან არის ხოლმე უფრო ეს ნაკლებად სასურველი. მაგით დავიწყებ რატომ? იმიტომ რომ ცოტაა ეს უფრო ხო და ერთ-ერთი ის არის ხოლმე რომ პაციენტი თვლის რომ თუ თქვენ ცნობიერად და ამაში ნამდვილად არ ვამტყუნებ, იმიტომ რომ ეს ადამიანური მომენტია. თუ ექიმი არ შეეხო და იქ არის რაღაცა უჭირს ხოლმე ეს ნდობის ფაქტორი და ეს რომ ვიდრე რომ დავუხოთ იყოს იმაში კაბინეტში იქ რაღაც სერტიფიკატები კიდია, ექიმს თეთრი ხალათი აქვს და ასე შემდეგ, ხო? თუმცა აუცილებელია აქვე დავამატო რომ მას შემდეგ როგორც კი პაციენტი ერთხელ მაინც ნახავს ტელევიზიტით ექიმს, კვალიფიციურ ექიმს, რა თქმა უნდა, ისეთი ვისაც რომ შესაძფერისი ნდობა მოყვება მას შემდეგ, შესაძფერისი შედეგი მოყვება მკურნალობაში, მე არ მახსენდება პაციენტი, ხო და მინახია 10,000-ობით, ბევრი 10,000-ობით პაციენტი ტელემედიცინაში არ მახსენდება ერთი შემთხვევაც კი, რომ ეთქვას, რომ აი იმის გამო რომ ტელეზე იყო, მირჩევნია ლაივშიო. ხო და ეს ალბათ უკვე თავისთავად გეუბნებათ რატოა ტელემედიცინა უპირატესი. რაც შეეხება უპირატესობას, ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში ავიღოთ იმით, რომ დრო ვიცით რომ ნებისმიერ საკითხში ფასეულია დაწყებული ეს დრო ექიმისაც და პაციენტისაც პაციენტი წავიდეს საცობებში ჯერ იქამდე სანამ აქვს საცობები პარკინგი ხო რა ვიცი ზოგს არ შეუძლია წავიდეს ხო ექიმის კიდე ცალკე ახლა დავუხოთ უნდა ახლა აი საქართველოს ძალიან კარგი მაგალითია ყველაზე კარგი ექიმები მუშაობენ სამ კლინიკაში ხო და იქიდან ნახევარია საცობებშია ხო ატარებენ ხო ეგ თავისთავად უკვე რა ვიცი ალბათ აორმაგებს იმ პაციენტების რაოდენობას ვისაც დაეხმარებოდნენ რომ არ იყოს ეს ფიზიკური ყოფნის ფაქტორი ხო ეგეთი მეორე
თვითონ უშუალოდ სპეციალისტი ძალიან ხშირად ყველაზე ჭყალებში კარგი ექიმი დავარქვათ, იმიტომ რომ კარგი ექიმი ცოტა ესეცნება, მაგრამ ყველა მიჩთ ხო, ყველას უნდა იმის ნახვა. ხო? და ეს პაციენტი ეს ექიმი არის თბილისში, ხო? როგორც წესი და ზოგი ხარაგაულშია, ზოგი იმაში ცხოროწყუშია, ყველას უნდა ნახოს, ზოგი თელავშია, ხო? ყველას უნდა ნახოს და ტელემედიცინა აბსოლუტურად შლის საზღვრებს. მათ შორის ამერიკაში ერთ-ერთი ალბათ მე ვისაუბროთ, ჩემი დაუწყება, რომ ამერიკაში ყოფ ქართულმა ექიმებმა ნახონ ქართული პაციენტები და უპრობლემოდ. ანუ ძალიან ბევრი დადებითი აქვს. დრო კიდევ ცალკე, რომ ამ იგივე დროში ეს არ არის იგივე რიგებიც ნაკლებია, როგორც ეს თუ ციფრულად ხარ ჩაწერილი და იცი შენი სლოტი და ასე შემდეგ. პლატფორმებიც არის უკვე. პლატფორმები ხო, ეხლა ციფრული კავშირები ისე განვითარდა ბოლო 20 წელია უკვე, რომ ეს კავშირი უკვე პრობლემაა, ვიდეოზე არის, ფაქტობრივად პრობლემა აღარ არის. როგორც ვთქვით, ბოლო 18 წელია დაინტერესებული ხართ ტელემედიცინით, ხო? უკვე აქტიურად ვიყენებ ტელემედიცინას სპექტრს. იყენებთ უკვე ამერიკაში და აი საქართველოში როგორ არის ახლა ეგ სიტუაცია? საქართველოში მე ვიტყოდი, რომ ნელ-ნელა ეს ფეხს იდგავს, თუმცა გაცილებით ნელა, ვიდრე ეს უცხოეთშია, ამერიკაში, მათ შორის ევროპაში ძალიან ხშირია უკვე ტელემედიცინა. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად თავარია რომ ეს ნელ-ნელა მატულობს ტელემედიცინაში ჩართულობა პაციენტების, თუმცა მას შემდეგ რაც ერთი ნებით როგორც ნებისმიერი ახალი ტექნოლოგია იქნება თუ ახალი ტრენდი და რა ვიცი ყველა სფეროში, ხო? ერთი რადგან წყალებში ფეხს მოიკიდებს და ტელემედიცინაში არსებული ექიმების ხარისხი იქნება არანაკლები და ხშირ შემთხვევაში მედია უკეთესი ვიდრე რაც პაციენტ შეუძლია მიიღოს ადგილობრივად იქნება თუ მათ რაც სხვა არჩევანი რაც აქვთ, ხო? მას შემდეგ ეს ძალიან ჩქარ განვითარდება. ამას რატომ ამბობ? ესე იყო ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, სადაც ტელემედიცინა ასე ვთქვათ განვითარდა. ხო, ფეხბურთი როგორც წესი ესენი არის უფრო დასავლეთის ქვეყნებში, ეკონომიურად უფრო ძლიერ ქვეყნებშია ეს, ამერიკა, იგივე გერმანია, ევროპის სხვა ქვეყნები. ასე რომ მე ვთვლი, რომ საქართველოში მომდევნო რამოდენიმე წელიწადში იქნება ეს მომენტი, რომ 1%-დან 10%-ზე, 30%-ზე ჩართულობა და ასე შემდეგ. მე ხა ძალიან ცოტაა. ერთი კითხვა მექნება, ანუ ქართული ხო კრიტერიუმებიდან გამომდინარე ვიკითხავ ესეთ რამეს, რომ რამდენად ადულად მიღწევადი იქნება ქართული პაციენტისთვის ვიზახი ფინანსური მხრიდან, ანუ რა შეიძლება რა უნდა გაითვალისწინოს ამ ფინანსური ვარიანტით და კიდევ რა ნიუანსები არის გასათვალისწინებელი თქვა რომ ტელემედიცინით დაისვას დიაგნოზი მისთვის და მკურნალობა. კი ბატონო, ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა რომ ახსენებდით პროსი და კონსი რაც არის, ანუ დადებითი უარყოფით ტელემედიცინის, რა თქმა უნდა ტელემედიცინა არ არის 100% პაციენტებისთვის, თუმცა უმეტესობისთვის ეს მიღწევადია, დაახლოებით 80%-ია საშუალო. ხა მაგალითად, ოპერაცია თუ ჭირდება ვინმეს, ხო? ამ ეტაპზე ტელემედიცინა ხო, რაღაც ეს, მაგრამ ამბულატორიული დაავადების ძალიან დიდ უმეტესობაში ეს დიაგნოზი დამოკიდებულია ისტორიაზე პირველ რიგში აუცილებელია რომ სწორი ისტორიის შედგენა და ობიექტურ გამოკვლევებზე როგორც ეს ლაბორატორია, კატე, ეკო და ასე შემდეგ, ხო? სანდო ლაბორატორიები და ხო, რა თქმა უნდა, ახლა ნუ კიდე ცალკე თემაა მაგას, ნუ მე რამდენად ვიცი და გამიგია, ახლა ნუ ლაბორატორია საქართველოში არის ისეთი, რომ რაც ჰემოგლობინი შეიმოწმა გაჩვენს, ხო? ხო. დანარჩენი უკვე არის ფასს რაც შეეხება ფასი აბსოლუტურად პროპორციულია ექიმის კვალიფიკაციის და ექიმისთვის ალტერნატიული, ესე ვთქვათ, ანუ რა ოპორტუნიტი აქვს, რა ქვია, შესაძლებლობა, ხო? და ტელემედიცინა აქაც უპირატესია. იმიტომ რომ იგივე რომ ახსენეთ, ხო, დაუშვათ, აი ძალიან წინდა ფინანსურად გავაანალიზოთ, იმიტომ ყველაფერი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაღაც მომენტში ეს ხო უნდა იყოს ფინანსურად გამართლებული. იგივე ექიმი თუ დღის მესამედი იქნება თუ რაღაც ნაწილი რო ატარებს საცობებში და დაუშვათ ის მესამედი რო ასევე პაციენტებს ნახულობდეს შემოსავალი მეტი ექნება, მაგის ხარჯზე შეუძლია დაწიოს ფასი, იმიტომ რომ ახლა მთელი დღე აქვს იმისთვის და აღარზე საცობებში რომ პაციენტები ნახოს. ნაკლებად სცდება, ასე ვთქვათ. ანუ მინიმუმ ეგერთი ფაქტორი გავითვალისწინოთ, უკვე ტელემედიცინა მნიშვნელოვნად ეს არის, რა ქვია, უპირატესი მაგ ხრი პაციენტისთვის პირველ რიგში. ნუ კიდე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ სანამ ტელემედიცინა ჩაერთვება პაციენტს, ეს ექიმი თუ სწორად მომხდა ამ პაციენტის მომზადება, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ ხშირად ისტორიის სწორად შეკრება სჭირდება 15-20 წუთი, ნახევარი საათი, ხან 45 წუთი არის გააჩნია პაციენტის სივრცეს და თუ ეს ყველაფერი ისეთმა მომსახურე პერსონალმა, ან თუნდაც უმცროსმა ექიმმა, ან თუნდაც რეზიდენტმა გააკეთა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გადაამოწმებს მაგრამ შემდეგ ეს კვალიფიციური ექიმი და მაგრამ გადამოწმებას გაცილებით ცოტა დრო უნდა, იმ კონკრეტულად სჭირდება მას, ვიდრე რომ ეს ყველაფერი თავიდან შეაჯამოს თავიდან და ასე შემდეგ. აი მაგ შემთხვევაში ფასი დაიწევს და ასე ისე როგორც გითხარით, ჩემი მიდგომის მრავალი პრინციპიდან ერთ-ერთი არის ეგ, ერთი არის ტელემედიცინა, შემდეგ რომ ის რაღაც კონკრეტული აქტივობები რაც შეუძლია სხვას გააკეთოს, არ უნდა იყოს თავარი ექიმის, ანუ უფროსი ექიმის გასაკეთებელი და ასე შემდეგ. ფინანსური ნაწილი იმიტომ ვიკითხე უფრო მეტად, რომ საქართველოში ამ ბოლო დროს პოპულარულია ძალიან ესეთი
როგორ სამედიცინო ტურიზმი თურქეთში რა ხო ანუ ზუსტად იმიტომ რომ აი დიაგნოზი რა თქმა უნდა თავი პრობლემა ყოველთვის პირველი გამოწვევა რა არის ეს სწორი დიაგნოზი ხო კი ბატონო და იგივე მომსახურებას იღებს პაციენტი ტელემედიცინით ზუსტად იგივეს ხო ლაბორატორიები აქაც არის ისეთი რომელსაც ენდობი და შეგიძლია ზუსტად იგივე ანალიზები გაიგეთო შეგიძლია აღარ წახვიდე აღარ დახარჯო იმედენ და მე როგორც ვიცი ჩემი იმედენ ან რაც მოვიკვლიე გაცილებით უფრო იაფიჯდება ტელემედიცინით სწორი დიაგნოზი მაინც რომ გაიგო კი ბატონო ყოველ შემთხვევაში რა აი თქვენი საუბრეთ პაციენტის მომზადებაზე მოხოთ მომზადებაზე ექიმისთვის ხო რომ ექიმმა კარგად გაანალიზოს სიტუაცია გაანალიზოს პაციენტი მართოს პაციენტის შემდგომ აი თუ ფიქრობთ რაიმე კონკრეტული მიმართულებით, როგორ შეიძლება დავეხმაროთ სტუდენტებს, ან რა უნარები მივცეთ, რომ შემდგომ ტელემედიცინაში კარგად მოახდინოს თავისი თავის პოვნა, აი რა უნარები დასჭირდება, როგორ შეგვიძლია რომ ხელი შევუწყოთ. პირველი რაც მახსენდება აქვს და შემიძლია დაბეჭდებით გითხრათ, რომ სტუდენტებს ამის უნარები აქვთ. უკვე აქვთ. უბრალოდ ჩვენ საშუალებას არ ვაძლევთ. რამდენი პაციენტი ან ექიმი გინახიათ, რომ შევიდეს პაციენტთან ოთახში, უთხრას ქალბატონო ნინო, ეხლა მე სტუდენტ შემოუშვებ, ჯერ ეს გამოკითხავ თავიდან ბოლომდე და მე შემოვალა. არ შეიძლება არის პრეცედენტები არის, მაგრამ რამდენად ხშირია, მე არ ვიტყოდი. საქართველოში იშვიათია. ასე რომ ჩვენ მე მგონი ჯერონად ვერ ვაფასებთ მომავალი ახალგაზრდა თაობის უნარებს. არა, შეიძლება ვაფასებთ კიდევ, მაგრამ შანსი არ ვაძლევთ, ეგ არის. რა თქმა უნდა, მათ დაჭირდებათ მიმართულების მიცემა, შეხავ სტუდენტია, მაგიტოა სტუდენტი ხომ, რომ ეს არის ხო და მაგრამ პირველ რიგში ისევ და ისევ ალბათ ეს მე ვფიქრობ რომ ესეთი სიღრმისეული პრობლემა აქ არის მოსახლეობის და პოტენციური პაციენტების ცნობიერების ამაღლებაში იქნება ეს თუ უფრო განათლებაში რაღაც მომენტში განათლებაში შედის ხო რომ იცით რა რომ ანუ ესე ჯობია რა შენთვისვე ჯობია ასე რომ ეს მოხდეს შესაძერისი საფეხურებით შესაძერისი ადამიანების მიერ ამ პაციენტის მოვლა ჯამში. ანუ ეს კონკრეტულად ტელემედიცინისთვის სტუდენტს რაიმე განსაკუთრებული უნარები რომ მივცეთ, ალბათ არ იქნება ხო საჭირო? მე ვიტყოდი რამე ესეთი მნიშვნელოვანი არა, იმიტომ რომ აი პრაქტიკულად ყველაფერი ხდება იგივე, უბრალოდ არის ეკრანზე ექიმი და არა ფიზიკურად ოთახში, თორე რეალურად დაახლოებით იგივე. ტექნიკის მართვა ელემენტარულ დონეზე ფაქტობრივად დღეს უკვე პეტერე ბოშმაც იცის. მესენჯერით და ვაიბერით და WhatsApp-ით დარეკვა დაახლოებით მსგავსი პროცესია და იქ პლატფორმები რა თქმა უნდა უფრო დაცულია უსაფრთხოა ინფორმაციის დაცულობის მხრივ, თუმცა პრინციპი იგივეა, ვიდეოზარია. ტექნოლოგიები ხო არ გაქვთ დანერგილი პლუს ამასთან, ანუ ტელემედიცინასთან ერთად რაიმე კონკრეტული ტექნოლოგია, რაიმე гаджеტები თუ არის, რომლითაც უკეთესად გავაკონტროლებთ პაციენტის მდგომარეობას. კი, რა თქმა უნდა, უკვე ძალიან ბევრი ასეთი гаджеტებია შემოსული და დაწყებულია ზოგადად Apple-ის საათით, დამთავრებული მარტივი წნევის აპარატებით, რომლებშიც არის ეგრეთ წოდებული Bluetooth-ი, რომელსაც უკონტაქტოდ შეუძლია გადასცეს გაზომილი წნევა და უბრალოდ მას ტელეფონს აპლიკაციას მაშინ საიდან წავა ღრუბელში ეგრეთ წოდებულ cloud-ში და ეს მთელი ინფორმაცია დაგროვდეს და მიეწოდოს პერიოდულად ექიმს, რომელსაც და უბრალოდ ყოველდღე იზომავს ქალბატონი ნინო და უბრალოდ იმას წნევას და რომელიღაცა დღეს მწნევამ დაიწყო ზევით წასვლა და ამ ყველაფერს ძალიან ავტომატურად ამოუგდებს და უბრალოდ მის მკურნალ ექიმს, რომელიც მოახდინა შესაძერის რეაგირებას, რომელიც არ იყო ამის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობდა და უბრალოდ 20 წლის წინ ან 30 წლის წინ. იმიტომ რომ პაციენტი რეალურად მიდიოდა ექიმთან 3 თვეში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ ჩეკაპებზე. ხო, ჩეკაპებზე ხო და სახლში რამდენად ხო იზომავდა ეგეთ და საფუძვლად ეს ხა მაგალითად რატომ მოვიყვანე მაგალითად რომ ფაქტიურად ნომერი 1 მკვლელია იმის სისაღოვანი დაავადების მეშვეობით, ანუ ნომერი 1 მკვლელია სისაღოვანი დაავადება, ეს ინსულტი, ინფარქტი და მათი პირველი გამომწვევი ტრიგერი არის მაღალი წნევა. ხო? და ეს ამას სხვა შორის ამერიკაში ეძახიან silent killer, ანუ ჩუმი მკვლელი. ნუ სანამ მართლა ბოლომდე არ რაღაც ან ინფარქტი არ დაარტყავს, ან ინსულტი, ხო, აი შეიძლება ვერც იგზნოს. ხანდახან ცნობს თავის კიო რაღაც ისია, მაგრამ ორგანიზმი ეჩვევა მაგალითად უბრალოდ აღარ აქვს. კი ბატონო, და როგორც დიაბეტიანი და უფრო ყოველდღე იზომავს შაქარს, ხო, ესე მაღალი წნევის მქონე პაციენტი რეალურად უნდა იზომავდეს დღეში ერთხელ მაინც. ზოგ შემთხვევაში მეტჯერ წნევას და მაგრამ მე ამის კომუნიცირება კიდე ადრე არ იყო ხოლმე ეს ადვილი, მაგრამ თუ ამ გამოვიყენებთ, აი ძალიან ერთი მაგალითი მინდა მოკლედ მოვიყვანო гаджеტების, ხო? ამ ციფრულ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, რომ ეს წნევა შედიოდეს და უბრალოდ დიდ ღრუბელში cloud-ში და დიდი ხელოვნური ინტელექტი მაგას არ ჭირდება, უბრალოდ რაღაც მაჩვენებლის ზევით თუ არის უკვე ამოუგდებს alert-ს და უბრალოდ ექიმს და ის მოახდენს შესაძერის რეაგირებას და ამით ძალიან ბევრი ლეტალობის არიდება შეიძლება.
საინტერესო ის არის, რომ ის რაღაც კონკრეტული threshold-ი პაციენტისთვისაც ცოტა უცსპეციფიკური ახსაქმელი მქონია ხო შემთხვევა, რომ პაციენტი გეუბნება, აი 150 მაქვს ცნება, ვატარებ 150, 160, არაფერი პრობლემა არ არის. კი, ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა ექიმისთვის უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხო? რა თქმა უნდა, ხო, და ეს ცუდი ეგ არის, მაგიტომაც ამბობენ, რომ ეს ჩუმიმკვლელია, იმიტომ რომ რაღაც წნევაზე უკვე ეჩვევა ხოლმე პაციენტი და ასე ვთქვათ, მისი ტვინი ამ შემთხვევაში კალიბრირებულია იმ წნევაზე, თუმცა რაც შეეხება ხა რატოა ეს მაღალი წნევმკვლელი ხო, სისხლის სანათურის შიდა ზედაპირის დასკდომას იწვევს, როგორც ნებისმიერი უკაცრავად ეს მილში რო შევადაროთ, ხო, წყალი თუ მაღალი წნევით არის, მალე გაწვდება ის, ხო? თუ ნორმალურია, ხო და ეს ტვინი კი შეეჩვევა მაგ წნევას, მაგრამ სანათური ხო მალე წვდება. და აქედან გამომდინარე შეიძლება ვერ გრძნობს მას ამბოში ეს განმავლობაში, მაგრამ სისხლი გრძნობს. ხო, სისხლი გრძნობს და მალე გაწვდეს, ასე გასკდეს და გამოიწვევს დახშობა და ასე შემდეგ, ასე რომ აი თქვენს პროექტზე თუ შეგიძლიათ რომ ცოტაზე მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ, რაც საქართველოში გაქვთ ტელემედიცინასთან დაკავშირებით. კი ბატონო, სხვა შეს ახლა ხან დავიწყე მე ეს ტელემედიცინის ტელეკლინიკის პროექტი, Medical ქვია ჩვენს კლინიკას. პრინციპი იყო ზუსტად ეგ, რომ ქართულ პაციენტებს, ასე ვთქვათ, გავაცნოთ ტელემედიცინის შესაძლებლობები, გაუღრმავოთ მის მიმართულება და ერთ-ერთი მეთოდი, ბევრი დეტალში შეიძლება საუბარი ამ თემაზე, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ შევძელით ქართულ პაციენტებს საკმაოდ მისაღებ ფასად მივაწოდოთ უცხოეთში მყოფი ქართველი ექიმების ექსპერტიზა, ანუ პროფესიული ცოდნა, რომ მათ, ასე ვთქვათ, დაუსვან დიაგნოზი იქნება საჭირო, გამოუწერონ მკურნალობა და ასე შემდეგ. და სულ რაღაც 2 კვირა რაც გავხსენით, მაგრამ ეს რა პრინციპები რაც ვახსენე მე ერთი რამოდენიმეჯერ, რომ იგივე ინფორმაციის შეგროვება, სწორი ინფორმაციის შეგროვება ტელემედიცინაში, რომ დავუხმართ პაციენტსაც და ექიმსაც გაცილებით ნაკლებ დროს კარგავენ სხვა ნაკლებად საჭირო ასპექტებში ამ სამედიცინო ვიზიტის, ამ ყველაფერს ვიყენებ ჩვენ და რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ უახლოეს თვეებში ეს ცნობადობა გაცილებით გაიზრდება და პაციენტი მეტად ენდობა ტელემედიცინას ზოგადად როგორც სამედიცინო პრაქტიკის ერთ-ერთ მეთოდს. დაუშვათ ტექნიკურად როგორ შეუძლია პაციენტს დაგეკავშირდეთ, ჩაიწეროთ თქვენს კლინიკაში. არის რაიმე პლატფორმა გაქვთ თუ? კი, ეს პლატფორმა არის Medical ქვია ესეთი Medical ბოლოში 2 ილ არის. როგორც Medi და Call სამედიცინო ზარი. ჩვენი ვებსაიტი გვაქვს, რა თქმა უნდა, სოციალურ მედიების მედიის Facebook-ს ვაქვს კონკრეტულად page-ი. ვებსაიტი შეიძლება ჩაეწეროს თავისივე სასურველ დროზე და იმ ესე იგი ვიზიტამდე ერთი დღით ადრე როგორც წესი დაუკავშირდება უმცროსი ექიმის შეაგროვის ამ ყოველთვიურ ინფორმაციას. თუ რამე წინაკლებები აქვს, ლაბორატორია იქნება ეს თუ კატე და ასე შემდეგ. ამ ყოველს პრეზენტაციას მოახდენს უფროს ექიმთან, რომელიც როგორც წესი იქნება ხოლმე საზოგადოებრივ ყოფი ქართველი ექიმი, შეიძლება უცხოელიც იყოს, მაგრამ ქართველი უფრო სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, ხო, და ესეთი ბევრნი არიან. ენის ბარიერიც არის. ენის ბარიერი კი ბატონო, ხო, ძალიან ხშირად პაციენტს ხო ენის ბარიერიც არ იქნება. თუ რამე კიდევ დამატებითი კითხვები აქვს იმ ქართველ ექიმს შტატებში ან გერმანიაში, ხო, და უფრო პირობითად და კიდევ ერთი წრე შეიკრება, რომ იცი რა, იქნება ესეც გაარკვიოთ, ესეც გაარკვიოთ, რომელი წამალისა და რომელმა იმუშავა, რომელმა არ იმუშავა და ამ ყველაფრის მერე მოხდება შემდეგ ვიზიტი პაციენტთან ვიდეოზარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩემმა პრაქტიკამ მაჩვენა, როდესაც ექიმი ხვდება პაციენტს და ექიმს შეუძლია პაციენტს მოუყვეს მის შესახებ ყველაფერი, იცით რა, რომ ქალბატონო ნინო რაღაცა მე ვიცი რომ თქვენ ესა და ეს გაწუხებთ, ესა და ეს სად ეს ყველაფერი პაციენტი გაცილებით ჩქარა იმ შვალებანდობით ექიმის მიმართ, ვიდრე რომ რაღაც ეკითხებოდეს და ჯერ არაფერი არ იცის. არახსოვდეს ვინ არის. ხო, ხო, ეს რაღაც და მას შემდეგ რო ეტყვის, მე ყველაფერი ეს გავიგე, მქონდა ეს 2 კითხვა და თქვენ ის 2 კითხვაზეც მიპასუხეთ და კიდე დღეს კიდე ერთი კითხვა მაქვს, ამა იქნება ამაზე მითხრათ ხო რაღაც პასუხი. და პაციენტი ეუბნება რომ კი ეს და უბრალოდ ესე იყო ხო? და მე ეს ექიმი ეუბნება რომ კი თქვენ დიაგნოზი არის ეს? და გჭირდებათ ეს წამალი ხო? გაქვთ კითხვები, ან აქვს ან არ აქვს ხო და ამით რჩება ვიზიტი, ანუ ვიზიტს რეალურად შეიძლება დროში იმ კონკრეტულ მას რა ქვია, უკვე ბოლო ვიზიტს არ დაჭირდეს 1 საათი, მაგრამ მანამდე რა შრომაც არის გაწეული სხვა და უფრო დანარჩენი აქ ყოფი ქართველი რეზიდენტების თუ უმცროსი ექიმის მიერ, ისიც ხო რა თქმა უნდა, ანუ ნაწილია ამ მთლიანი ვიზიტის, მაგრამ სამაგიეროდ ამით იზოგება იმ ყველაზე ძვირფასი დრო, რომელიც ამ უცხოეთში ყოფ ექიმს აქვს, რომ ეს და უფრო იყოს აქაური პაციენტისთვის პირველ რიგში ფასი მისაღები და უფრო მეტ პაციენტებს მოემსახურონ ამის ხარჯზე, ასე ვთქვათ, წყალებში. ერთი კითხვა აქვს. ანუ ყველა ფილდს მოიცავთ, ანუ ყველა
ეს ექიმის მომსახურება შეიძლება თუ არა და ერთი ის არის აი ჩეკაპები თუ შედის ამ ყველაფერში შემდეგ თუ თვითონ უკვე პაციენტმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა. კი ბატონო, ამ ეტაპზე რადგან ნევროლოგია დავიწყეთ ნევროლოგიით, ახლა ზუსტად ვავრცობთ ამ კვირაში ალბათ ოჯახის ექიმზე იქნება. მომავალში ნამდვილად გვაქვს დაგეგმილი რომ უფრო განვარცოთ სხვა სპეციალობებზე, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია საქართველოში. და ამ ერთი ვიზიტ რა თქმა უნდა ჩვენ ჩეკაპები აუცილებლად გვექნება რაღაც მით უმეტეს რაღაც რჩევას თუ გავცეთ პაციენტზე რომ ნახოთ ერთ თვეში იქნება თუ სამ თვეში როგორ იმუშავა. ჩეკაპებს შორისაც ჩვენი პლატფორმა გვაქვს ძალიან მარტივი, რომელთაც პაციენტი შეიძლება უბრალოდ მოგწეროს, რომ იცით რა, რომ კი დავიწყე ეს წამალი, მაგრამ გავჩი ან არ იმუშავა, რაღაც გვერდით ეფექტი მოხდა, ხო, და რა თქმა უნდა, ამის პასუხისმგებლობას ბოლომდე ვიღებთ ამით ამ ყველაფერს. და დანარჩენი კიდე მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო, ხა როგორც ნებისმიერ შემთხვევაში ახალ სისტემას რომ ნერგავ, ხო, იმდენ საინტერესო და ახალ რამეს პოულობ, რომ შეიძლება იმ დროში რომ აკეთებ, ხო, რაღაც შეცვალო, რაღაც დაამატო, რაღაც გამოაკლო. ამის მიმართ მიმღებლობა ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს. და შესაძლოა რეგრესს მოახდენთ, ცოტა პარალელურად. და ბოლო კითხვა მექნება, აი ტრადიციულად რაიმე რჩევა ხوار გექნებათ ახალგაზრდა ექიმებისთვის ან დამწყები ექიმებისთვის, ზოგადად, მაინცსა და მაინც ტელემედიცინის მიმართულებით არა. კარგით გეტყვით, ხა არაერთხელ დაუსვიეთ ეს კითხვა ჩვენ საკაც და უფრო საქართველოშიც. და ახლა ამ წუთას მომიფიქრე და ერთი ცოტა განსხვავებული შედარებით განსხვავებული პასუხი, რომ ურჩევდი აქ ალბათ საქართველოში მყოფ სტუდენტებს, რეზიდენტებს, რომ დროულად და სწორად აარჩიონ შესაძლებელისი მენტორი. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანს, რომელსაც გავლილი აქვს ეს გზა, შეუძლია გაცილებით გაუმარტოს, ანუ არასაჭირო სირთულეები მოაცილოს, ხო? ჯერ ისედაც ექიმად ჩამოყალიბება არ არის ადვილი. და ახლა თუ შენ არ გაჩვენეს რაღაც შედარებით სწორი გზა და რაღაც იქით ხელოვნურად თუ გაგირთულდეს კიდე. ხო, ეგრეთ ხელოვნურად გაგირთულდეს, მეორე მომენტია კიდევ, რომ ძალიან ჩქარა იცვლება ეს ყველაფერი და რომ მე ტყუილად არ ვქნები, რომ მენტორი არჩევს, მოდი სწორი მენტორი მეთქი იმ ადამიანს, რომელსაც აქვს გავლილი მსგავსი გზა, წარმატებით და რაც შეიძლება ახლა ხან, იმიტომ რომ ვინმე დავფოტო 20 წლის წინ დაამთავრა რაღაც რეზიდენტურა ან გამოვიდა ექიმი, მას შეიძლება არ იყოს ისე კარგად, ასე ვთქვათ, არ იცოდეს ის გზები, რაც დღეს არის საჭირო, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტის ერაში. ხო, აი ალბათ ეს ყველაზე მთავარი ეგ არის, რომ სწორი მენტორი დროულად არჩიონ. გასვით ხოლმე. შეიძლება და არის ხოლმე სხვათა შორის საქართველოში, რომ აი გამიმართლა რეზიდენტურაში, აი კარგი. კი ბატონო, ჩვენი მაგალითია მაგის, ხო, შეიძლება მოგვისმენია, კი. კი ბატონო, ალბათ ყველაზე მთავარი, ну, ხან თავისი დანარჩენი თავიეთზე გაცილებით მეტია და ვიტყო დავამატებდი, რომ ეს შეიძლება რჩევა არ არის, მაგრამ უფრო ესეთი შთაგონებაა, რომ გაცილებით მეტია თვითონ თავიანთზე დამოკიდებული, ვიდრე ალბათ ფიქრობენ და ვიდრე ალბათ მეც ხა ჩემ თავში გამოვაჩინე ძალიან ბევრი იყო ჩემზე დამოკიდებული, ვიდრე მეგონა მანამდე და არა გარემო ფაქტორებზე. ამიტომ გამიმართლას დავუკლოთ ცოტა. ხო, ცოტა გამიმართლა, ცოტა მეტი პასუხისმგებლობა, კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობა. ძალიან საინტერესო იყო.